ახლოვდება 14 თებერვალი და მთელი მედია საშუალებები გადართული არის ვალენტინობის დღესასწაულის აღნიშვნაზე, ჭალებში რა თქმა უნდა დღესასწაულის. იმის ნაცვლად რომ საზოგადოებას ვესაუბრებოდეთ, თქვათ სასულიერო პირები საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით თუ პროპაგანდისტული მანქანების მეშვეობით, ხო? თქვათ რომ ყოველი დღე სიყვარულის არის, ყოველი დღე ღვთის არის, რომ გიყვარდეს არა მარტო დღევანდელ დღეს, არამედ ყოველ დღე და რომ ეს დღე რაღაც რელიგიური არ არის და ასე შემდგომ. ანუ უხსნიდეთ რელიგიას და საინფორმაციო საშუალებები, ანუ პროპაგანდისტული მანქანა სახელმწიფოში გადართული იყოს არა იქითკენ კი არა რომ თქვა რაღაც სისულელებით უჭედავდეს თავს საზოგადოებას, არამედ იქითკენ რომ პირიქით საზოგადოება უფრო მეტად იყოს გათვითცნობიერებული ღვთის სიტყვაში. ახლოვდება შობა და იმის ნაცვლად რომ საზოგადოებას ეწოდებოდეს სიტყვა, ქადაგება თუ რაოდენ დიდი მადლი არის შობა, რომ ღმერთმა ინება მოსულიყო ჩვენთან, შობილიყო თავდაბლობით და ასე შემდგომ. ამის ნაცვლად პროპაგანდისტული მანქანა გადართული არის, როდის უნდა იქნეს აღნიშნული შობა 25 დეკემბერს თუ 7 იანვარს და გადაივლის და მერე ჩერდება. ახლოვდება აღდგომის დღესასწაული, მეგობრებო და პროპაგანდისტული მანქანები რას აკეთებს? აღდგომაზე კი არ ესაუბრება ხალხს, რომ თქვათ როგორი მნიშვნელოვანია აღდგომა ყოველი ქრისტიანისთვის, არამედ ესაუბრება ხალხს რაღაც სისულელეებზე. რა არის, თქვათ, როდის უნდა გავიდეთ საფლავზე თუ რაღაც მსგავსი სისულელეები. ეს ხდება მეგობრებო შეგნებულად, არა მარტო ლიბერალური პროპაგანდისტული საშუალებების მიერ, ტელევიზიების და ბეჭდვითი თუ სოციალური ქსელების მიერ, არამედ სამთავრობო პროპაგანდისტული მანქანის მიერაც. ეს ხდება შეგნებულად, რომ საზოგადოება ან მინიმუმ ნაკლები იცოდეს რწმენის შესახებ, ნამდვილი რწმენის შესახებ და თუ კი რამე ეცოდინება, აუცილებლად დამახინჯებულად რომ იცოდეს. ეს ხდება მიზანმიმართულად. ტელევიზიაში სულ მუდმივად ყავთ მოწვეული ეგრეთ წოდებული მკითხავები, გინდათ საგარელიდან დაწყებული თუ ნებისმიერი თქვათ ექსტრასენსები რაღაცა და სერიოზული გადაცემა მართლმადიდებლობის სწავლების შესახებ მსგავსი არაფერი ხდება და არც მოხდება მეგობრებო. სანამ ჩვენ ვერ გავაცნობიერებთ იმას, რომ ქვეყანას მართავს ანტიქრისტიანული ძალა. დაგლოცოთ ღმერთმა, ჩემო ძვირფასებო და ინებოს უფალმა, რომ ქართველ ხალხს დაუბრუნდეს ღირსება, შეიყვაროს სამშობლო და შეიყვაროს თავისი სარწმუნოება.